ქალაქ გურჯაანში გურამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. დღეს ამ მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო. პროექტის მიხედვით მიწისქვეშ მოექცა კომუნიკაციები, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის ადენები. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაკეთდა გარეთ განათება და ტროტუარები. გურამიშვილის ქუჩისარეაბილიტაციო სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 1,656,615 ლარით აფინანსებს. სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი საკრებულოს თავმჯდომარე ბანო ბერიძიშვილთან ერთად გაეცნო. ქალაქ გურჯაანში ცენტრალური ქუჩებისარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დღეს მოვინახულეთ თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. კერძოდ გურამიშვილის ქუჩაზე მიდის შავი ასფალტის საფარის მომზადებისა და დაგების სამუშაოები, რომელიც ღირებულებით არის 1,600,000-ზე მეტი. როგორც ატყობთ, ეს ქუჩები თანამედროვე ტიპის სტანდარტებით ეწყობა. ყველა კომუნიკაცია, ელექტროსადენები, გაზის სადენები, ინტერნეტის სადენები, ყველაფერი არის მიწისქვეშ მოთავსებული და ეხლა დაიწყება უკვე ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასფალტი იყო დაგებული, არ იყო ცუდად. მაგრამ საჭირო გახდა წყალის გაყვანილობა და ეხლა იმიტომ და ამბობენ კიდე დენები უნდა ჩაუშვანო მიწაშიო. სადენები. ძალიან კარგი იქნება.